მოგესალმებით. ამჟამად შეგატყობინებთ ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ იმ სიმართლეს, რომელიც დაფარული იყო აქამდე, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში საკმაოდ გარკვევით არის წარმოდგენილი ცნობები ამ საკითხის შესახებ. მოგახსენებთ, რომ მოვლენას იმიტომ ეწოდება ქრისტეს მეორედ მოსვლა, რომ მისი მოვლინება ხდება ხორციელი სახით, თორემ სულიერი სახით ის არც არსად წასულა. ამასთანავე ბიბლია იმასაც იუწყება, რომ პირველ და მეორე მოსვლაში სხვაობა მხოლოდ პიროვნობის მხრივია და სული კი ერთი და იგივე არის. ხოლო თუ როგორ უნდა მოხდეს მისი ამოცნობა, ამის თაობაზე კი ცოტა მოგვიანებით გაცნობებთ. ახლა კი იმ მისიაზე ვისაუბრებ, რისთვისაც მოხდა მისი მეორედ მოვლინება და ისიც განსხვავებულია წინა მოვლენების დროინდელი მისიისაგან. ამ საკითხზეც იძლევა ცნობებს ბიბლია და ამბობს იმას, რომ მეორედ მოსვლა იმით განსხვავდება პირველისაგან, რომ მაშინდელი ქრისტესაგან საკაცობრიო მასშტაბის მომცველობის ხსნას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამჟამინდელი კი მხოლოდ და მხოლოდ მის მომლოდინეთა სახსნელად არის მოვლენილი. ეს კი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ, რადგან ეხება იმას, კაცობრიობა გააგრძელებს არსებობას თუ არა. ამიტომაც გთხოვთ ყურადღებას. თუ რატომ შეუძლია მეორედ მოსულ ქრისტეს მხოლოდ მისი ნამდვილად მომლოდინენის ხსნა და სხვების კი ვერა. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა ვისაუბრო იმ მდგომარეობის შესახებ, რასაც იესო უწოდებდა ღვთიურ სიმშვიდეში შესვლას, რომელ მდგომარეობაში მყოფ პიროვნებაზეც ბიბლია იუწყება იმას, რომ არავითარი ზიანი არ მოუვა მას, რაც თავის მხრივ ნიშნავს ღმერთისაგან მუდმივ დაცვაში ყოფნას. რაზედაც ახლა უნდა ვისაუბრო, ვეცდები გადმოვცეთ ძალიან მოკლე და მეტად მარტივი სახის ახსნის გზით, ხოლო რაც შეეხება მის შესახებ ვრცლად წარმოდგენილ ინფორმაციას, ის კი უკვე გამოქვეყნებული მაქვს უფალია ჩვენი სიმართლის წიგნთა კრებულის საშუალებით და ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია მისი გაცნობა. უპირველეს ყოვლისა კი მოგახსენებთ იმას, რომ ეს მატერიალური სამყარო, რომელიც სისყინულოვანი თაღებით შემოსაზღვრულ სივრცესა და მის შიგნით არსებულ ჩვენი თვალთახედვით ხილვად მატერიალებს მოიცავს, არც მხოლოდ ისეთია, როგორადაც მას ჩვენი ხედვით აღვიქვამთ და არც ისეთი ფუნქციონირების პრინციპი აქვს, რომ მისი წარმოდგენა ადამიანურ აზროვნებას შეეძლოს. ამასთანავე გეტყვით იმასაც, რომ ფიზიკის ის კანონები, რომელზე დაყრდნობითაც მეცნიერები აკეთებენ დასკვნებსა და პროგნოზებს, მოქმედია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედამიწური გარემო იმ სტანდარტულ ჩარჩოებში იქნება, რომელიც შემქმნელმა დაარეგულირა ადამიანების საარსებო გარემოდ, რის შესანარჩუნებლადაც მან ადამიანთა მოდგმას დაუდგინა წესები, რათა დაწესებული ბალანსი არ დარღვეულიყო. ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი მოვლენების განვითარებას ექნებოდა ადგილი, რომ დედამიწა ადამიანთა საცხოვრებლად ვარგის გარემოთ ვეღარ გამოდგებოდა. გამომდინარე იმ მწირი ცოდნიდან, რასაც ადამიანთა მოდგმა ფლობს, ცხადია მრავალს გაუჩნდება ასეთი კითხვა. მართლა ადამიანს აქვს მინდობილი დედამიწურ გარემოში კლიმატის მართვის სადავე და თუ აქვს, რატომ? რაზედაც პასუხად მოგახსენებთ იმას, რომ ეს მართლაც ასეა და მას აქვს თავისი საფუძველი რატომც. ცხადია, აქ დაწვრილებით ვერ განვიხილავ ამ საკითხს თავისი დიდი მოცულობის გამო. თუმცა კი ვისაც სურს მისი შეტყობა, ამის შემძლეობა აქვს იმავე წიგნებში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელზედაც უკვე გაცნობეთ. აქ კი ამ საკითხს მოკლედ შევეხები და შემოვიფარგლები მისი ზოგადი ფორმით წარმოდგენით. სამისოდ კი მოგახსენებთ იმასაც, რომ ადამიანის გაჩენამდე დედამიწაზე სხვა კატეგორიის არსებები ცხოვრობდნენ წარღვნამდელ პერიოდამდე. მაგრამ მათ ძალიან დაარღვიეს მათთვის დაწესებული წესები და ამიტომაც გადაყვანილი იქნენ იმ პარალელურ სამყაროში, რომელსაც შეესაბამება მერვე განზომილება. რაც შეეხება დედამიწურ გარემოს, მას კი შეესაბამება მეშვიდე განზომილება. ხოლო რაც შეეხება განზომილებებს, მას დროის ფაქტორი განსაზღვრავს და მისი მაჩვენებელიც მისი სისწრაფეა. რაზედაც წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, ამას გავაკეთებ სიზმრის მაგალითზე, რომელიც მეექვსე განყოფილების დროის ხორციელდება. ჩვენ სიზმარში ყოფნის მომენტში მოვლენებს ჩვენი დროით აღვიქვამთ, მაგრამ როცა გავიღვიძებთ, ხვდებით, რომ სიზმარში ყოფნის დრო მხოლოდ რამოდენიმე წუთს მოიცავდა. რაც იმიტომ არის შესაძლებელი, რომ ჩვენი გონება ჩართულია მეექვსე განზომილების დროში, ხოლო აზროვნება კი მეშვიდეში. ანუ სულის ფუნქციონირება მეექვსე განზომილების დროზე არის გაწონასწორებული და სხეულისა კი მეშვიდეზე. აი ამიტომაც არის იმ წესების დაცვა აუცილებელი, რომელიც შემქმნელმა დაუწესა ქმნილება ადამიანს, რათა სულსა და სხეულს შორის მჭიდრო კავშირი იქნას შენარჩუნებული.
რამე თუ ამ კავშირის შესუსტებას ჯანმრთელობისა და ბედისწერის მხრივი პრობლემები მოხვება და გაწყვეტას კი სიკვდილი. მაშასადამე უკვე მისახველია, რომ ის დრო, რომელშიაც ჩვენი სულია ჩართული ამ სამყაროს მეექვსე განზომილების დროა და ეს კი სისწრაფეა, რაზედაც ჩვენ წარმოდგენის შექმნა შეგვიძლია ჩვენი სიზმრის დროით, რადგან სიზმარში მოქმედება სწორედ იმ დროის სისწრაფით ხორციელდება. მოგახსენებთ იმასაც, რომ რადგან მე მეექვსე განყოფილების დრო ვახსენე, მისახვედრია ისიც, რომ მის წინ არსებობს კიდევ 5 განზომილების დროის სისწრაფე. სწორედ დროის ეს სისწრაფეა განმაცალკავებელი პარალელური სამყაროებისა, ხოლო რაც შეეხება იმ ფიზიკური სხეულით მათში გადასვლას, როგორცაც მიწიერი ადამიანი ფლობს, ეს შეუძლებელია. თუმცა შესაძლებელია სულით, ანუ გონებრივად და სწორედ ამ გზით იღებს კიდეც ადამიანი ძალოვანებას, რა თქმა უნდა იმ განზომილების პარალელური სამყაროდან, რომელსაც კონტაქტობს. ახლა კი იმ მოვლენაზე მოგახსენებთ, რაც ამჟამად ხდება დედამიწაზე და მას კლიმატური კატასტროფები ჰქვია, რომელიც ფაქტობრივი სახით სიტყვასიტყვით ასრულებაა იმ ცნობებისა, რომელთაც უკვე მრავალი წლებია, რაც ვაქვეყნებ. მაგრამ მანამ, სანამ მოვლენებმა საშიშ ზღვას არ მიაღწია, წინასწარი გაფრთხილება არც არავის მიუღია სერიოზულად. ამიტომ ვინაიდან ჩემგან მოწოდებული ინფორმაცია ზუსტად ვითარდება ფაქტების სახით, ვფიქრობ, ეს საკმარისი უნდა იყოს იმის სარწმუნებლად, რომ ის ცოდნად სინამდვილეს შეესაბამება, რასაც ვაცხადებ მისგან თავის დასაღწევ საშუალებად. დასაღწევ საშუალებად იმიტომ ვამბობ, რომ თავი გადაერჩინოს მისგან ადამიანებმა, თორემ სამყარო ისედაც მოაწესრიგეს ყოველივეს იმ მიზეზის მოშორებით, რაც არის ყოველივეს გამომწვევი. და არც იმას დაგიმალავთ, რომ მიზეზ და თავი სწორედ ადამიანები არიან და ამიტომაც ცხადდება საჭირო ცოდნა, რომ მისით მოქმედების გარეშე ვერავინ გადაურჩება განვითარებულ მოვლენებს. აქვე დავძენ იმასაც, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომელიც დაფუძნებულია იმ ცოდნის გამოყენებაზე, რასაც კაცობრიობა ფლობს, შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან ამჟამად დედამიწაზე ადამიანის სახით იმყოფება ეშმაკის სულიანი არსება, რომელზედაც ბიბლია იუწყება იმას, რომ ის მერვეა შვიდ და რიცხვიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი სული მერვე განზომილების დაქვემდებარებაშია და სხეული კი მეშვიდეში, ამიტომ მან მოახერხა მრავალთა ცდუნება და მოტყუება. რის ნიადაგზეც ადგილი მიეცა მათი სულების მერვე განზომილებისათვის დაქვემდებარებას, რითაც შესაძლებელი გახდა დედამიწურ გარემოზე მერვე განზომილების სამყაროდან ძალისმიერი გავლენის განხორციელება. ეს კი დედამიწური გარემოს სტანდარტულობას უდიდეს საფრთხეს უქმნის, ვინაიდან ამ სამყაროში გაწონასწორებლობის ბალანსს სულის ძალა ახდენს და არა სხვა რამ. აი ამის გამო ხდება ამჟამად მსოფლიოში ამდენი უბედურება, დაწყებული ინდივიდუალურიდან კლიმატური კატაკლიზმებით დამთავრებული. ახლა კი იმაზე მოგახსენებთ, თუ რა გამოასწორებს ამ მდგომარეობას, მაგრამ მანამ ცოტა უფროსი ცხადე უნდა შევიტანო იმაში, რისი თქმაც მსურს, რასაც ასეთი მარტივი ფორმით წარმოვადგენ. ალბათ ყველამ იცის იმის შესახებ, რომ წყლიან სათლს თუ კი დავატრიალებთ წრიულად ზევიდან ქვევით მიმართულებით სწრაფად, წყალი არ გადმოიყვრება. მაგრამ თუ სისწრაფეს შევანელებთ, მაშინ გადმოიყვრება. მართალია ეს ცოტა უხეში შედარებაა, მაგრამ იმის მიხვედრაში შეუძლია დახმარების გაწევა, რასაც ახლა ვიტყვი, და ეს კი არის ის, რომ დროის სიჩქარის პრინციპზე არის დაფუძნებული სამყაროს შემადგენლობაში მყოფ ელემენტთა შორის მიზიდულობა-განზიდულობის წონასწორობის შენარჩუნება. ამიტომ თუ კი პლანეტის ბინადართა ძალებმა წონასწორობის დარღვევის საფრთხე შექმნეს, მეზობელი პარალელური სამყარო, რომელიც მასზე სწრაფ დროში არის ჩართული, დახმარებას გაუწევს მას და აასწრაფებს. ეს კი გამოიწვევს ცვლილებებს კლიმატური კატასტროფების სახით, რომელთა საშუალებითაც მოხდება თავიდან მოშორება იმ ძალის მქონე არსებებისა, ვისი მიზეზითაც შესაძლოა, რომ სამყარული მთლიანობის სიმყარეში ადგილი მიეცეს ბზარის გაჩენის შესაძლებლობას. რაც შეეხება იმას, რაზედაც მეცნიერება ამახვილებს ყურადღებას, დაეხება წიაღისეულისადმი არასწორ მიდგომას, ტყეების გაჩეხვას, ომებითა და ქარხნებით თუ სატრანსპორტო საშუალებებით ჰაერის დაბინძურებას. ცხადია, ყოველივე ეს ამძიმებს სიტუაციას, მაგრამ მთავარი კი ის ენერგიაა, რასაც გადაგვარებულ გრძნობებიანი ადამიანების მეშვეობით მოიზიდება მერვეს განზომილების პარალელური სამყაროდან, ვინაიდან ადამიანური ფენომენი იმგვარად არის შექმნილი, რომ მას ამის ძალა შესწევს. ის კი საერთოდ ვერ აქვს შესწავლილი მეცნიერებას და ამიტომაც მოხდა ის, რაც სახელზეა კიდეც და არის ის, რომ მსოფლიო მოსახლეობა სრულიად უმეცარი აღმოჩნდა იმ მოვლენების სიღრმეში, რომლიდანაც უკვე ვერანაირი გზით ვეღარ გამოვა გარდამხილებული ჭეშმარიტების ცოდნით გამოყენების გაწეული ქმედებებისა.
მოგახსენებთ იმასაც, რომ დრო აღარ იცდის. ამიტომ უპირველეს ყოვლისა საჭიროა ჯერ იმის შესმენა, რასაც გაცნობებთ. ხოლო შემდეგ კი უკვე კავშირი ერთმანეთთან და სიბრძნის დროზე გადასვლით ცხოვრებისეული გზის გაგრძელება. მაგრამ რაც შეეხება იმას, თუ სასწრაფოდ რა უნდა მოიმოქმედოთ საიმისოდ, რომ გადაურჩეთ მიმდინარე კატასტროფულ მოვლენებს, როგორც უკვე გითხარით, კიდეც არის სიმშვიდის ზონაში შესვლა. ხოლო თუ რას ნიშნავს ეს, ამას კი ახლა მოგახსენებთ ძალიან მოკლედ. სიმშვიდის ზონა წარმოადგენს იმ თანაფარდობას, რომელიც ღმერთმა ადამიანს დაუწესა სტანდარტად და მოიცავს სულიერ 70%-ს და სხეულის მიერ 30%-ულ მდგომარეობას, რისი მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ ერთი გზით და ის კი შემდეგია. უნდა მოხდეს იმ კანონების კარგად შეცნობა, რომელიც ბედისწერის კანონმდებლობად დაუწესა უფალმა ადამიანს. მათი მეშვეობით კი განვლილი ცხოვრების გადასინჯვა და აღმოჩენა და გაანალიზება ჩადენილი ცოდვებისა. ხოლო შემდეგ კი მათი გულწრფელად მონანიება, რის შემდეგაც ცხოვრების გაგრძელება უნდა მოხდეს ამ კანონების დაცვით. ყოველივე ამის შედეგად კი გონება დაიწყებს თანდათან გამოფხიზლებას. ხოლო უფრო სხვაგვარად რომ თქვა, მოხდება დაბლოკილი ნაწილების გახსნა, ანუ იგივე ჯადოს ახსნა და ადამიანთა აზროვნებაც მივა იმ დონემდე, რომ თავადვე იპოვნიან იმ ადამიანს, ვინც ქრისტეს სულით იმყოფება დედამიწაზე. ეს კი აუცილებელია იმიტომ, რომ მან უნდა შეკრიბოს და გაერთიანოს ადამიანები საიმისოდ, რათა დაეხმაროს მათ იმ ცოდნით აღჭურვაში, რომლითაც ისინი შესძლებენ სიმართლისა და სამართლიანობაზე დამყარებული ცხოვრების შექმნას. ცხადია, რომ ყველა ამის გაკეთებას არ მოისურვებს, მაგრამ ვინც ამ გზას დაადგება, სწორედ მხოლოდ ისინი წარმოადგენენ იმ კატეგორიას, რომელთაც ბიბლია ქრისტეს მომლოდინეებს უწოდებს. თანაც ამას ყველა თავისი ნებით გააკეთებს და არა იმით, რომ რაიმე მიკერძოებას ან ძალდატანებას ექნება ადგილი. ახლა კი დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.